3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრში იმყოფებოდნენ. განთიადის ბენეფიციარებს კბილეული გადასცეს და აღნიშნული ცენტრის საქმიანობას პირადად გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად უერთდება ამ დღეს და ბენეფიციარებს მუდმივ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ყოველწლიურად იმართება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის ზრუნავდა მათ უფლებებზე და ჩვენ გვინდა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, კიდევ უფრო მეტად ინკლუზიური გარემო შევუქმნათ ბენეფიციარებს და ამისთვის ყოველთვის ვიზრუნებთ და გავზრდით ამ შესაძლებლობებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებობს მოქმედებს უпростоრად არაერთი სოციალური პროგრამა, რომელიც სპეციალურად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭირეობაზე, ეს მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება. ასევე მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ვალდებული ვართ დავიცვათ მათი უფლებები და მივცეთ საშუალება სრულფასოვან ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრებაში. შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, სადაც მათთან ერთად გავდივართ თითოეულ საკითხს, რომელიც მათი საჭიროებისათვის უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს ვაკეთებთ ყოველდღიურად, რათა ხელი შეუწყოთ სრული ინტეგრაციას საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის აქტუალურად და აუცილებელი იყო ადამიანის უფლებების დაცვა და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა.